ერთი რამ, რაც ბოლო სამხედრო კამპანიაში ირანში გამოიკვეთა, იშვიათი მიწიერი მინერალების კრიტიკული მნიშვნელობაა. თუ ნავთობი იყო მე-20 საუკუნის ომების მთავარი ენერგიის წყარო, იშვიათი მიწიერი მინერალებია 21 საუკუნის ომების მამოძრავებელი ძალა. მაგრამ მოდით უფრო ზუსტად ვთქვათ. ნავთობი მოძრაობას უზრუნველყოფს. იშვიათი მიწიერი მინერალები უზრუნველყოფს დაზვერვას, სიზუსტეს და კონტროლს. და სწორედ ეს ცვლილება, რასაც უმეტესობა ვერ ამჩნევს. რადგან თანამედროვე ომი მხოლოდ იმაზე არ არის, რამდენად შორს შეგიძლია წასვლა. ეს ეხება იმას, რას ხედავ, რას ამუშავებ და რამდენად ზუსტად შეგიძლია დარტყმა. ეს ეხება სისტემებს, რომლებიც ამუშავებენ F-35 რადარის ანტენებს, რკინის გუმბათს, დავითის შუდულს, ზუსტ რაკეტებს, დრონებს, თანამგზავრებს, თუნდაც ღამის ხედვას. ეს არის ის, რასაც იშვიათი მიწიერი ელემენტები შესაძლებელს ხდიან. ეხლა აქ არის ის ადგილი, სადაც ისრაელი ჩნდება ამ ისტორიაში. ისრაელი არ ფლობს იშვიათი მიწიერი ელემენტების დიდ მარაგებს. ისრაელი ჩინეთი არ არის. მაგრამ უპირატესობა ახლა აღარ არის ამაში. რადგან ამ ახალ ბრძოლაში უპირატესობა არ აქვს იმ ქვეყანას, რომელსაც მიწა ეკუთვნის. ის უპირატესობა იმ ქვეყანას აქვს, რომელიც იცის, როგორ მიიღოს ღირებულება ამ მიწიდან. და სწორედ აქ პოზიციონირებს ისრაელი. ეხლა მოდი თავიდანვე ერთი რამ გავარკვიოთ. იშვიათი მიწის მინერალები სინამდვილეში იშვიათი არ არის. ისინი მთელ მსოფლიოში არსებობს. პრობლემა ისაა, რომ ისინი გაფანტულია. ისინი ძალიან მცირე რაოდენობითაა გაფანტული ბევრ ადგილას და მათი გამოყოფა და გადამუშავება წარმოუდგენლად რთულია. ეს არის მთავარი. საქმე იშვიათი მიწების აღმოჩენაში კი არაა, არამედ მათ მოპოვებაში, გადამუშავებასა და გამოყოფაში. და სწორედ აქ მიმდინარეობს ბრძოლა. ასე რომ, როცა იშვიათ მიწებზე ვსაუბრობთ, გეოლოგიას არ გულისხმობთ. ჩვენ შესაძლებლობაზე ვსაუბრობთ. ისინი უზრუნველყოფენ მართვის სისტემებს ზუსტი რაკეტებისთვის. იყენებენ ისეთ ელემენტებს, როგორიცაა ნეოდიუმი და დისპროსიუმი, რათა რეალურ დროში აკონტროლონ სამართავი ზედაპირები. ისინი რადარის სისტემებშია მოთავსებული, რაც საშუალებას აძლევს ისეთ სისტემებს, როგორიცაა რკინის გუმბათი და ვითის შურდული, ზუსტად დააფიქსირონ და გაანეიტრალონ საფრთხეები. ისინი ჩაშენებულია თვითმფრინავებში, როგორიცაა F-35 და უზრუნველყოფენ სენსორების, ავიონიკისა და ელექტრონული ომის სისტემების მუშაობას. ისინი ენერგიას აწვდიან დრონებსაც, ისეთებს, როგორიც შეიძლება თქვენ სახლში იყოს და თქვენს შვილს კონდეს ნაყიდი. ისინი პატარა პლატფორმებს დიდ საბრძოლო ძალას აძლევენ. ისინი უზრუნველყოფენ ღამის სხედვასა და მიზანში ამოღებას, რაც ერთმხარეს აძლევს შესაძლებლობას იმოქმედოს სიბნელეში, მაშინ როცა მეორე ამას ვერ ახერხებს. ეხლა თუ ამ მინერალებს ყველაფრიდან ამოიღებთ, ყველაფერი და ვგულისხმობ ყველაფერს ჩვენს გარშემო, უარესდება. ნაკლები სიზუსტე, ნაკლები სიჩქარე, ნაკლები სიფხიზლე და ნაკლები კონტროლი. ეხლა ის სტრატეგიული რეალობა. ჩინეთმა მხოლოდ ადრე არ დაიწყო იშვიათი მიწების საკითხზე მუშაობა. მან კონტროლი დაამყარა იშვიათ მიწებზე. კონტროლი მათ მოპოვებაზე, კონტროლი მათ გადამუშავებაზე და კონტროლი მათ გამიჯვნაზე. და ახლა ის ამ კონტროლს იყენებს. 2025 წლის აპრილში ჩინეთმა ექსპორტზე შეზღუდვები დააწესა მნიშვნელოვან იშვიათ მიწიერ ელემენტებზე და განსაკუთრებით იმ მაგნიტებზე, რომლებიც მათგან მზადდება. მაგრამ მათ რაღაც წარმოუდგენლად ჭკვიანური გააკეთეს. ეს სრული აკრძალვა არ არის, ეს ბევრად უფრო ძლიერი რამაა. მათ ლიცენზირების სისტემა შექმნეს. იცი დღეს ასე მუშაობს მსოფლიო, ხომ ასეა? საქმე არ ეხება იმ ყავის აპარატს, რომელსაც $400 ყიდულობ. საუბარია იმ კაფსულებზე, რომელსაც თვეში $100 ყიდულობ. საქმეა იმაში, რომ ისინი გაძლევენ ლიცენზიას ტექნოლოგიაზე და გაჩვევენ მასზე. ეხლა კომპანიებს სჭირდებათ მთავრობის ლიცენზირების ნებართვა კრიტიკული მასალების ექსპორტისთვის, მათ შორის დისპროზიუმის, ტერბიუმის, იტრიუმისა და გადოლინიუმის. ეს ზუსტად ის მასალებია, რომლებიც გამოიყენება თანამედროვე თავდაცვით სისტემებში. და როცა მათ კონკრეტულ რაოდენობებში იღებ, შეიძლება თქვა: იცი რა, უბრალოდ გავაგრძელებ გამოწერის სისტემით სარგებლობას, ვიდრე ჩემს კომპანიას დავიწყებდი. მაგრამ აი რას ნიშნავს ეს? ამით ისინი აკონტროლებენ და ანელებენ მიწოდებას. კიდევ დამტკიცების პროცესის დაწყებამდე გარკვეული კომპანიები, განსაკუთრებით თავდაცვისა და ავიაკოსმოსური სფეროდან, შეიძლება მთლიანად მოწყვეტილნი იყვნენ. ეს ნიშნავს, რომ მსხვილი ავიაკოსმოსური და თავდაცვის კომპანიები მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით შეერთებულ შტატებში, შეიძლება მთლიანად მოწყვეტილნი იყვნენ. და იმ იშვიათი მინერალების ხელმისაწვდომობა ეს მხოლოდ პოლიტიკურ სფეროზეა დამოკიდებული. ეს ბაზრებზე არ არის დამოკიდებული. ეს დამოკიდებულია იმაზე, ვისთან დააკავშირებ თავს. და აქ ყურადღება შემთხვევითი არ არის. ესენი კონკრეტულად მძიმე იშვიათი მიწის ელემენტებია, რომლებიც ყველაზე რთულად დასამუშავებელია და სტრატეგიულად ესენი ყველაზე მნიშვნელოვანია. სწორედ აქ იყენებს ჩინეთი თავის ძალას.
და ეს ის სფეროა, სადაც ჩინეთს თითქმის სრული დომინანტობა აქვს. ასე რომ, როდესაც ჩინეთი ზღუდავს ექსპორტს, ის მხოლოდ მიწოდებას არ ზღუდავს. ეს შესაძლებლობებზე კონტროლია. ის აკონტროლებს რადარის სისტემებს, რაკეტებს, რაკეტსაწინააღმდეგო დაცვას, F-35-ებს და თქვენ სახლში არსებულ დრონებს. ეხლა ჩინეთმა ეს ინსტრუმენტი უკვე გამოიყენა. მათ ეს გამოიყენეს ფაქტობრივად იაპონიის წინააღმდეგ 2010 წელს და უფრო ახლახან სხვა სტრატეგიულ მასალებთან დაკავშირებითაც. ეს უკვე კანონზომიერებაა. ასე რომ, ეხლა ჩვენ მომავალ რისკზე არ ვსაუბრობთ. თქვენ შეგიძლიათ ეს რეალურ დროში ნახოთ ჩვენს თვალწინ. სინამდვილეში შეერთებული შტატები ამას ხედავდა და ცდილობდა დაეცია. ისინი ცდილობენ აღადგინონ ამ იშვიათი მიწის ელემენტების ადგილობრივი მოპოვება. ისინი ინვესტიციას ახორციელებენ გადამუშავებაში. ისინი ქმნიან სრულ მომარაგების ჯაჭვს საბადოდან მაგნიტამდე. მაგრამ ეს დღეებს არ მოითხოვს. არც კვირებს. ამას წლები სჭირდება. მაშინაც კი როცა მილიარდებს აბანდებ, აშშ-ში ჯერ კიდევ ძალიან შორსაა დამოუკიდებლობისგან. პრეზიდენტი ტრამპი ამას იცის. აშშ ამას იცის. ამიტომ ეხლა ისინი ორ რამეს აკეთებენ და აი აქ უნდა მოვიკრიბოთ ყურადღება და ძალიან ფრთხილად მოусმინოთ. პირველი ისაა, რომ შეერთებული შტატები იყენებს თავის ძალას. და მეორე ის აყალიბებს ალიანსებს. ხედავთ, თუ ჩინეთს ყველაფერი აქვს, რაც სჭირდება, მაშინ მას აღარ სჭირდება იშვიათი მიწის ელემენტებით ვაჭრობა. მაგრამ ჩინეთს ყველაფერი არ აქვს. სინამდვილეში, როგორც ამ პოდკასტში განვიხილეთ, მას არ აქვს შიდა ნავთობის მარაგი. ამიტომ ამის დასამატებლად ის იღებს ნავთობს ისეთ ქვეყნებიდან, როგორიცაა რუსეთი, საუდის არაბეთი, ყატარი და სხვები. მაგრამ განსაკუთრებით იმ განდგომილი რეჟიმებიდან, რომლებიც მას ერთგულებენ და მასზე არიან დამოკიდებული. მაგალითად, ვენესუელა და ირანი, რომლებიც თავიანთ ნავთობს ფულზე ცვლიან, რადგან ისინი გლობალურად შავ სიაში არიან. ასევე იარაღის ტექნოლოგიაზე, რომელსაც თავისუფალი სამყაროს დასაშინებლად იყენებენ. ეხლა სცენაზე ჩნდება დონალდ ტრამპ. ირანის ექსპორტის ჩინეთისთვის შეწყვეტით, აშშ-ში ერთ-ერთ მთავარ ნავთობის მომწოდებელს აშორებს მათ. ეს ნიშნავს, რომ ჩინეთს აღარ ეყოფა ნავთობი, რომ დიდხანს იმუშაოს. შეფასებები მერყეობს 2-დან 4 თვემდე და მათ ნავთობი დასჭირდებათ. და როცა მათ ნავთობი დასჭირდებათ, სანაცვლოდ მოუწევთ ვაჭრობა იმით, რაც დასავლეთს სჭირდება. რა არის ეს? სწორად თქვი, იშვიათი მიწები. ეს არის ამ ომის მთავარი თავისებურება. თუ მომავალში ჩინეთი გადაწყვეტს ტაივანზე შეტევას, თუ ისინი გადაწყვეტენ შეწყვიტონ მსოფლიოსთვის იშვიათი მიწების მიწოდება, შეწყვიტონ ნავთობის მიწოდება ვენესუელიდან და ირანიდან, ამ არამეგობრული ქვეყნებიდან, თქვენ არამხოლოდ აჩერებთ ტერორს, არამხოლოდ ახდენთ ირანის დენუკლერიზაციას, არამედ აიძულებთ ჩინეთს ივაჭროს იშვიათი მიწებით, მანამ სანამ დასავლეთი გაზრდის საკუთარ წარმოებას. მეორე რამ, რასაც აშშ-ში აკეთებს, არის ის, რომ მას სჭირდება ალიანსები. და ეხლა ეს გვიყვანს ვაშინგტონში. რამდენიმე კვირის წინ გაიმართა კრიტიკული მინერალების მინისტრთა შეხვედრა. 50-ზე მეტი ქვეყანა შეიკრიბა ერთად, ყველა ერთი მიზნის გარშემო. უზრუნველყონ მასალები, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ეროვნული უსაფრთხოების საფუძვლად წარმოადგენს. იცით რა? პატარა ისრაელიც იქ იყო. გიდონ სარი, ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი, დაესწრო შეხვედრას აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებთან და გლობალურ პარტნიორებთან ერთად. ეს მხოლოდ სიმბოლო არ იყო, რომ ის იქ იყო. ეს ისრაელის იშვიათი მიწების ბლოკთან დაახლოებას ნიშნავდა. ეს ისრაელის იშვიათი მიწიერი ელემენტების მქონე ქვეყნებთან დაახლოებას ნიშნავდა. ეს ისრაელის დასავლეთთან დაახლოებას ნიშნავდა იშვიათი მიწიერი ელემენტების კრიზისის გადაჭრის მცდელობაში. რადგან შეერთებულმა შტატებმა იცის, რომ ეს მხოლოდ ეკონომიკას აღარ ეხება. ეს აღარ არის მხოლოდ ის, რა სიყიდი. ეს სტრატეგიულ კონტროლს ეხება. ეხლა კი მოდით ვნახოთ, რა ხდება ისრაელის შიგნით. არის ეროვნული ბიძგი, ეროვნული სტრატეგიული ძალისხმევა, რომ შევიდნენ იშვიათი მიწიერი ელემენტების სფეროში არა მოპოვებით, არამედ ინოვაციით. იცით, ისრაელი პატარა ქვეყანაა, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს, რაც ნიშნავს, რომ სწრაფად შეგვიძლია მანევრირება. და შესაბამისად, ისრაელის ინოვაციების სააგენტომ ენერგეტიკის სამინისტროსთან ერთად წამოიწყო ეროვნული გამოცვევა, რომელიც ყველა ისრაელს მიმართავს. მოახდინეთ თქვენი სტარტაპების კონცენტრირება იშვიათი მიწიერი ელემენტების მოპოვებაზე, გოპოვებაზე, გადამუშავებაზე, რეციკლირებასა და ჩანაცვლებაზე. და ეს ასახავს უფრო ღრმა გაგებას. გლობალური რბოლა, კრიტიკულ მინერალებზე ახლა აღარ განისაზღვრება მოცულობით ან ზომით, არამედ მათი მოპოვებისა და გადამუშავების უნარით. მოდით ვნახოთ, როგორ გამოიყურება ეს პრაქტიკაში. ისრაელი მუშაობს ნეგევში ფოსფატის საბადოებიდან იშვიათი მიწის ელემენტების მოპოვებაზე. არა მაღალი კონცენტრაციით, არამედ ამოსაღებ ფორმაში. ის ავითარებს ტექნოლოგიებს მასალების სამრეწველო ნარჩენებიდან ამოსაღებად. ის სწავლობს ქიმიურ ნარჩენებს, მასალებს, რომელსაც ქვეყნების უმეტესობა კრის.
ის ავითარებს გამოყოფის ტექნოლოგიებს, რაც მთელი პროცესის ყველაზე რთული და ღირებული ნაწილია. არსებობს ისრაელის კომპანიები, როგორიცაა ICL ჯგუფი, რომლებიც უკვე ამ პროცესის ცენტრში არიან პოზიციონირებული. ისინი მართავენ მასშტაბურ ქიმიურ სისტემებს, რომლებიც შეიძლება ადაპტივდეს კრიტიკული მიმასალების აღსადგენად. არსებობს სტარტაპები, რომლებიც ჩნდებიან ეროვნული პროგრამების მეშვეობით. ისინი მუშაობენ მოპოვების ციკლების შემოკლებაზე, აღდგენის მაჩვენებლების გაუმჯობესებაზე, ხარჯების შემცირებასა და ეფექტიანობის გაზრდაზე. და ამავე დროს ისრაელი ინვესტირებას ახორციელებს ერთ საინტერესო სფეროში. ახლა ფრთხილად იყავით იმ სიტყვასთან, რომელსაც ვიტყვი: გადამუშავება. მე არ გულისხმობ ბოთლებისა და ქილების გადამუშავებას თქვენს რძის ხუთებში. იშვიათი მიწიერი ელემენტების ამოღება ელექტრონიკიდან, თავდაცვის სისტემებიდან, რომლებიც აღარ გამოიყენება, არსებული სამრეწველო ინფრასტრუქტურიდან და ასევე შემცვლელების განვითარება, რაც მთლიანად ამცირებს ყველაზე შეზღუდულ მასალებზე დამოკიდებულებას. ეხლა უბრალოდ დაფიქრდით სტრატეგიულ მნიშვნელობაზე. თუ ისრაელი შეძლებს იშვიათი მიწიერი ელემენტების ნარჩენებიდან ამოღებას, მას აღარ დასჭირდება საბადოს კონტროლი. თუ ის შეძლებს მათ უფრო ეფექტურად გადამუშავებას და თუ გახდება აუცილებელი გლობალური მიწოდების ჯაჭვისთვის. და თუ ის შეძლებს მათ პირდაპირ ინტეგრირებას თავის თავდაცვის სისტემებში, ეს ამცირებს დამოკიდებულებას და გვაქცევს მთავარ, ძალიან მნიშვნელოვან გლობალურ მოთამაშედ. მოდით ერთი ნაბიჯით უკან დავიხიოთ. ეს არ არის ისტორია მინერალებზე. ეს არის ისტორია. ისტორია კონტროლზე. კონტროლი მიწოდების ჯაჭვებზე, კონტროლი სამხედრო წარმოებაზე და რაც ყველაზე მთავარია, განსაკუთრებით ისრაელის შემთხვევაში, კონტროლი ჩვენს დამოუკიდებლობაზე. ჩინეთმა დომინანტობა გადამუშავების კონტროლით აიშენა. შეერთებული შტატები ცდილობს აღადგინოს შესაძლებლობები ალიანსების მეშვეობით. ისრაელი ამ განტოლების შუაგულში აყენებს თავს, არა მიწის ფლობით, არამედ იმით, რომ სრულყოფილად ფლობს იმას, რაც მიწიდან გამოდის. რადგან მომავალში იშვიათობა მხოლოდ მინერალებზე არ იქნება დამოკიდებული, არამედ ცოდნაზეც იქნება დამოკიდებული. და იშვიათი მასალების მოპოვებაში, იშვიათი ექსპერტიზის ქონა, ისრაელს იმ იშვიათ უპირატესობას მისცემს, რაც მომავალში სჭირდება. ახლო აღმოსავლეთის ისტორია სრულყოფილი არ იქნება, თუ ერთ მნიშვნელოვან რამეს არ გავიგებთ. რას აკეთებს ისრაელი აქ, ამ რუკაზე? და ის აქ არის, იმიტომ რომ ამ მიწაზე ჩვენი ისტორია 3800 წელზე მეტს ითვლის. და ეს ისტორია დადასტურებულია და წარმოჩენილია არქეოლოგიური აღმოჩენებით დავითის ქალაქში, ძველ იერუსალიმში, იმ ადგილას, სადაც მეფე დავითიც და ბიბლიის წინასწარმეტყველებიც დადიოდნენ. ეს არის ადგილი, სადაც მე 20 წელზე მეტი ვიმუშავე. ეხლა ისრაელის მტრები, რომლებიც ხშირად ისრაელებს კოლონიზატორებს უწოდებენ და ამტკიცებენ, რომ ისრაელს საფუძველი არ აქვს, მალე მიხვდნენ, რომ მიწის ქვეშ დამარხული არქეოლოგია სრულად ანგრევს მათ მტკიცებებს. და ამიტომ მათ ყველაფერი სცადეს მის შესაჩერებლად, ტერორიზმიდან თეთრ სახლამდე. ეხლა ეს ისტორია დეტალურადაა აღწერილი ჩემს New York Times-ის bestseller წიგნში When the Stones Speak. წიგნი ინგლისურად ხელმისაწვდომია Amazon-ზე და ბმული მითითებულია შოუს შენიშვნებში. ის ასევე ხელმისაწვდომია ახლა ებრაულად, თუ გყავთ მეგობრები ან ოჯახი, ან თუ გირჩევნიათ საიკითხოთ ის ისრაელის მიწის ენაზე და მალე გამოვა რუსულადაც. გთხოვთ შეიძინეთ თქვენი ეგზემპლარი დღესვე და დატოვეთ კომენტარი. მსურს მოვისმინოთ თქვენი აზრები და გამოხმაურება ჩემს წიგნზე. მადლობა.